2024 წლის ბოლოსთვის ბევრს ჯეროდა, რომ სამყარო უკვე ვერაფრით გაგვაკვირვებდა. გლობალურმა პოლიტიკამ სტრუქტურული ქაოსის პიკს მიაღწია და შემდეგ დადგა 2025 წელი. და მასთან ერთად დონალდ ტრამპიც. გასული წლის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენას დონალდ ჯონ ტრამპის უტყუარი კვალი ედო დააღად. სავაჭრო ომების რაუნდები, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განმეორებითი და წარუმატებელი მცდელობები, ირანის დამცირება ისრაელის ხელით, ღაზაში შეთანხმების ჩამოყალიბება და ბევრი სხვა. ბოლოს და ბოლოს ტრამპი ამაყობს იმით, რომ რვა ომი დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ახლახანს კინაღამ თვითონაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ ეპიზოდს თავისთავად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წონა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლოა სხვაგან იმალებოდეს. ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ეგრეთ წოდებული მტკიცე პარტნიორობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამას ღიად აცხადებს. ევროპისადმი მიზღვნილ ნაწილში ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე აშკარად კონფრონტაციულ ტონს იყენებს. პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას და მიუთითებს იმაზე, რასაც ის ანტიდემოკრატიულ პროცესებს უწოდებს. ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ ევროპის ღერძზე არსებული უთანხმოების თუ არა აშკარა მტრობის მრავალი ნიშნიდან მხოლოდ ერთ-ერთია. ტრამპი აცხადებს, რომ ევროპის დოტაციური სტატუსი ყელში ამოუვიდა და ცვლილებებს მოითხოვს. ამავდროულად კი ვაშინგტონისადმი კვაზი ხალხს ელის. თუმცა ტრაექტორიის ამ ცვლილებამ და ფოლადივით მტკიცე პარტნიორობის დასასრულმა შესაძლოა ისეთი პრეცედენტის შექმნას, რომელიც პირდაპირ ამერიკული ჰეგემონიის საფუძვლებს დაარტყამს. ათწლეულების განმავლობაში ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სიმბიოზური იყო და ორივე მხარეს ემსახურებოდა. მისი ნგრევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპას, რომელიც მოულოდნელად მტაცებლების სამყაროში აღმოჩნდა, არამედ იმ სისტემასაც, რომელიც ამერიკის გლობალურ ლიდერობას უდევს საფუძვლად. გაინტერესებთ როგორ? მოდით ერთად გავარკვიოთ ჩვენს ახალ ვიდეოში. გეოპოლიტიკაში ძალაუფლების სხვა ცენტრის იდეოლოგიური საფუძვლებისა და დემოკრატიული ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდებაა, რომლის წაყენებაც შესაძლებელია. და სწორედ ეს გააკეთა შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის მიმართ. თავისთავად, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ტრამპი, ეს წარმოადგენს მტრული განწყობის იმპლიციტურ აქტს. სავაჭრო შეთანხმებების განხილვა შესაძლებელია. პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება ეჩეხებოდეს ერთმანეთს, თუმცა იმ საფუძვლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომლებზეც მთელი ევროპული პროექტი დგას, სულ სხვა რამ არის. ეს ისეთი საკითხებია, რომელთა გადაწყვეტისა და ჩამოყალიბების უფლება მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად ერიდება იმას, რასაც ის ისეთი ქვეყნების ცივილიზაციურ წაშლას უწოდებს, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ტრამპისა და ევროპას შორის არსებული მრავალი უთანხმოების ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა. ძირითადი საკითხები იყო უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების ირგვლივ არსებული დავა, ტრამპის მიერ წარმოებული სავაჭრო ომი, რომელიც ევროპასაც ესხმოდა თავს და ნატოს ერთიანობისადმი განმეორებითი გამოწვევები. ამ მოვლენებმა ერთობლიობაში თანდათანობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სა და ევროპას შორის არსებული ეგრეთ წოდებული ურყევი პარტნიორობის მომავალი. მართალია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კოდიფიცირებული, ოფიციალურად გაფორმებული კავშირი არ არსებობს. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს განსხვავებული ელიტები მართავენ, რომლებიც სხვადასხვა ინტერესებით ხელმძღვანელობენ. და მაინც რიგითი მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში აღუქვამდნენ ამ ორ ეკონომიკურ სივრცეს, როგორც თითქმის ერთიან სხეულს, თუნდაც მხოლოდ საერთო ღირებულებების დონეზე. სეირნობდით ნიუ-იორკის თუ პარიზის, სიეტლის თუ ვარშავის ქუჩებში, თქვენ გადაადგილდებოდით ერთიან დასავლურ კულტურულ სფეროში. ეს ახმა ახლა ეჭქვეშ დადგა. ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ დაასკვნეს, რომ წინა ლიბერალური ამერიკული ელიტები და შესაბამისად თავად ამერიკული საზოგადოება ევროპელების მიერ იყო ექსპლუატირებული. რატომ?
იმიტომ რომ სწორედ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი უზრუნველყოფდა გლობალიზებულ სისტემას, რომელთაც ევროპა სარგებლობდა და რომელმაც ტრამპის მტკიცებით ზიანი მიაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ ევროპამ ვერ შეძლო საკუთარი ეკონომიკური წონის შესაბამისი შეიარაღებული ძალების შექმნა და ამის ნაცვლად ამერიკულ სამხედრო ძალას ეყრდნობოდა. იმიტომ რომ ევროპას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო პროფიციტი ჰქონდა. იმიტომ რომ ევროპა ნაწილობრივ პასუხისმგებლად მიიჩნევა ამერიკის დეინდუსტრიალიზაციაზე, მაშინ როცა თავად ინარჩუნებდა მძლავრ სამრეწველო ბაზას. ზოგიერთი ეს ბრალდება მართლაც რომ საფუძვლიანია. კერძოდ რთულია იმ არგუმენტის უარყოფა, რომ ევროპა ქრონიკულად უგულებელყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყრდნობოდა. შესაძლოა სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, თუნდაც ირიბად, რამაც უკრაინაში ომის დაწყებას შეუწყო ხელი. თუმცა დონალდ ტრამპისეული ხედვის საპირისპირო ტრანსატლანტიკური ურთიერთობა გაცილებით უფრო სიმბიოზური იყო, ვიდრე ამას აშშ-ის 47 პრეზიდენტი ვარაუდობს. და რაც მთავარია, ის ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო. დავიწყოთ ფუნდამენტური საკითხებით. ევროპა მართლაც რომ ახორციელებდეს აშშ-ის ექსპლუატაციას, ეს მონაცემებში უნდა ისახებოდეს. თუმცა ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. 2010 წელს ევროპისა და ამერიკის წილები მსოფლიო მშპ-ში საოცრად მსგავსი იყო. მას შემდეგ მათი განვითარების ტრაექტორიები მკვეთრად გაიყო. ევროპის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების გაიზარდა. ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე თანაზომადი იყო ჯერ კიდევ 2008 წელს. დღეს კი საშუალო ამერიკელი 50-დან 100%-მდე უფრო მდიდარია ვიდრე საშუალო დასავლეთ ევროპელი. ეს სხვაობა თვალსაჩინოა მყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებითაც კი. თუმცა მშპ რთულია ჩაითვალოს სრულყოფილ მეტრიკად, მაგრამ მიუხედავად ამისა ქვეყნის განვითარების მიმდინარე დონის გასაზომად უკეთესი აგრეგირებული საზომი არ არსებობს. ამდენად მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ექსპლუატაციის მსხვერპლი ერთ მნიშვნელოვანისგან საკმაოდ შორს არის. ეს შესაძლოა მართებული იყოს ჩინეთთან მიმართებაში, რომლის ძალაც მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიბერალური ამერიკული ელიტების მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიოს წესებისა და ნორმების ფარგლებში. თუმცა ჩინეთის აღზევება გაცილებით უფრო მეტად ვაშინგტონსა და სილიკონ ველში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება, ვიდრე ევროპაში მომხდარ რაიმე მოვლენას. ამგვარად ევროპის მიზანში ამოღებითა და რაღაც უკეთესისკენ სწრაფით ტრამპი რისკავს იმის დაკარგვას, რაც უკვე მუშაობს. ამერიკული ბიზნესისთვის, რაც ვაშინგტონის ძალაუფლების ჭეშმარიტი საფუძველია, ევროპა ძალის მულტიპლიკატორის ფუნქციას ასრულებს. ამ ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრა არა მხოლოდ ევროპის დასუსტების საფრთხეს ქმნის, არამედ თავად იმ სისტემისაც, რომელიც ამერიკის სიძლიერეს უზრუნველყოფს. ევროპამ ინდუსტრიული რევოლუციის დიდმა გამარჯვებულმა, რომელმაც ავტომობილი მასობრივ პროდუქტად აქცია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ნახევრად გაცნობიერებულად აირჩია ინტერნეტ რევოლუციის მიღმა დარჩენა. ჩნდება სურვილი, რომ დავსვათ კითხვა, რატომ? ბოლოს და ბოლოს ევროპამ იბრძოლა და მეტწილად გაიმარჯვა კიდეც ავტოინდუსტრიასა და ბევრ სხვა სამრეწველო სფეროში. სწორედ ეს წარმატება იძლევა პასუხის ნაწილს. ზუსტად იმიტომ, რომ ევროპა უკვე ძლიერი იყო, მისთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა არსებული მოცემულობის ერთგული დარჩენა, მოცემულობის, რომელიც უკვე ნაცნობი იყო. არ არსებობდა გადაუდებელი საჭიროების განცდა, არავითარი იძულება გამოწვევის მისაღებად. ევროპას არ უგრძნია ამ ახალ რევოლუციაში ჩართვის ეგზისტენციალური საჭიროება და ფაქტობრივად შეეგუა იმას, რომ მისი სრული ანექსია ამერიკელების მიერ მოხდებოდა. ერთი შეხედვით ეს შესაძლოა დამაბნეველი ჩანდეს. ნებისმიერ სერიოზულ დამოუკიდებელ ძალას სურს ავტონომია და საკუთარი ბრენდები ახალ ტექნოლოგიებში. და აღსანიშნავია ისიც, რომ 1980-იან და 90-იან წლების დასაწყისში დასავლეთ ევროპის საერთო მშპ ნომინალურად უფრო დიდი იყო ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების. თუმცა ეს თავსატეხი ძალიან მარტივად იხსნება თუ გავითვალისწინებთ ერთ მარტივ ფაქტს. ევროპელებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ ამერიკულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რადგან ისინი ამერიკისგან საფრთხეს არ გრძნობდნენ. ეს აღიქმებოდა როგორც საერთო ღირებულებებისა და საერთო მიზნების ერთიანი სივრცე. როდესაც Facebook-მა საფრანგეთში Skyrock-ი ჩაანაცვლა, ან როდესაც Messenger-მა გერმანიაში StudiVZ განდევნა, ევროპის მასშტაბით ათობით სხვა მცირე ადგილობრივ ფირმასთან ერთად, ეს საყოველთაოდ იქნა მიღებული როგორც მოვლენათა ბუნებრივი განვითარება. მხოლოდ მაშინ, როდესაც თუნდაც მცირე იდეოლოგიური შეშფოთება ჩნდება, იქმნება საჭიროება ეროვნული პოლიტიკის თუ სამეწარმეო მობილიზაციის გზით, რომ აშენდეს დამოუკიდებელი შიდა სექტორი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციის კონტექსტში ეს იმპულსი იმ დროს ევროპისთვის სრულიად უცხო იყო.
ჩინეთს კი პირიქით მსგავსი ყოყმანი არასდროს სჭირდებოდა. იქ არ გამართულა დებატები იმის შესახებ, უნდა შეექმნათ თუ არა შიდა პლატფორმები და მხარი დაეჭირათ მათთვის, საკუთარი ჩაკეტილი ინტერნეტის ჩათვლით. სწორედ ასე დაიპყრო შინური ბაზარი ბაიდუმ, ალიფეიმ და ვიჩათმა. ამასობაში ევროპამ აითვისა მაკი, Windows-ი, შემდეგ კი Facebook-ი და YouTube-ი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ამ ტიპის ტექნოლოგიური კოლონიზაციის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც ევროპელი კონკურენტები მარცხდებოდნენ, კონტინენტს პროტესტი არ გამოუთქვამს. დღეს ევროპა ამერიკული Big Tech-ით სუნთქავს ისევე როგორც ჰაერით. Google-ი, X-ი, Windows-ი, Facebook-ი, Mac-ი, Instagram-ი, ChatGPT, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ამას საგანთა ბუნებრივ წესრიგად მიიჩნევენ. იმ უსიტყვო დაშვებით, რომ ევროპა ჩვენია. თუმცა ტრამპის ეპოქის პოლიტიკა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში პირველად ქმნის სტიმულს ამ პარადიგმის ეჭქვეშ დასაყენებლად. საწყისში მცირე შეშფოთება გაჩნდა, რამაც დასავლეთს არსებული სტატუს-კვოს გადააზრებისკენ უბიძგა. სკეპტიკოსები იტყვიან, ვერ წარმომიდგენია ლეთარგიულმა ევროპამ ახალი Google-ი ან X-ი შექმნასო და ისინი მართლებიც არიან. ამერიკულმა Big Tech-მა იმდენად საფუძვლიანად მოახდინა ბაზრის მონოპოლიზება და იმდენად შეაჩვია ხალხი თავის ყოველდღიურობას, რომ მკვეთრი ცვლილება არარეალისტურია. თუმცა თუ რამდენიმე ძირითად ფაქტორს საფუძვლიანად განვიხილავთ, ნათელი ხდება, თუ რატომ შეიძლება აყენებდეს დონალდ ტრამპის ზიანს თავის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ოქროს საბადოს. მომხმარებლები როგორც წესი ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი და ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ცვლილება. ზოგიერთ თქვენგანი მზად არის შეიძინოს ადგილობრივი პროდუქცია, მაშინაც კი, თუ ის 10%-ით უფრო ძვირია. სხვები უარს ამბობენ ჩინური ავტომობილების ყიდვაზე, მაშინაც კი, თუ ისინი 30%-ით უფრო იაფია. პეკინის პოლიტიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის და ხედვების გამო. აქამდე მსგავსი მოსაზრებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით იშვიათად გამოიყენებოდა. ტრამპი და მისი გარემოცვა ამას ცვლიან და პირველი ნიშნები უკვე აშკარაა. ამერიკული წარმოების ტესლას გაყიდვები ევროპაში ყვაოდა, მანამ სანამ მისმა დამფუძნებელმა ილონ მასკმა არაპროგნოზირებადი ქცევები არ გამოავლინა. მისმა მტრულმა განცხადებებმა ევროპისა და უკრაინის მისამართით, რასაც დაემატა ჟესტები, რომლებიც ზოგმა ფაშისტურ სიმბოლიზმთან ფლირტად აღიქვა, გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. იმ მომენტიდან მოყოლებული ამერიკული მწარმოებლის გაყიდვებმა სტაბილური კლება დაიწყო. დიახ, ეს დაემთხვა ევროკავშირის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების შემოსვლას. თუმცა ეს ცვლილება ზედმეტად მკვეთრი იყო საიმისოდ, რომ მხოლოდ ამ ფაქტორით აიხსნას. თავისუფალმა ბაზარმა მაშინვე იგდნო შესაძლებლობა. ტესლას მანქანებზე გაჩნდა სტიკერები წარწერით. ეს მანამდე ვიყიდე, სანამ ილონი გაგიჟდებოდა. ტრამპის ეპოქის პოლიტიკის ამჟამინდელი ტრაექტორია მსგავს საფრთხეს უქმნის ამერიკულ Big Tech-ს და არა მხოლოდ მას. ერთობლიობაში ამ კომპანიებმა შესაძლოა მალე საკუთარ თავზე ახალი გამაფრთხილებელი იარლიყი აღმოაჩინონ. ამას მანამდე ვიყენებდი, სანამ ამერიკელები ჩვენს წინააღმდეგ შემოbrunდებოდნენ. ევროპელმა მეწარმეებმა შესაძლოა კარგად იგრძნონ და გამოიყენონ ეს შანსი. ფსონები კი უზარმაზარია. სასწორზე მილიარდობით თუ არა ტრილიონობით ევრო დევს. ეს რა თქმა უნდა ადვილი არ იქნება, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმებზე, რეპლიკაციის, ანუ კოპირების ბარიერები შედარებით დაბალია. უფრო რთული ამოცანა მილიონობით მომხმარებლის ახალ პლატფორმებზე გადასვლაში დაყოლიებაა. თუმცა, როდესაც ფუნდამენტური ღირებულებები ეჭქვეშ დგება, შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ასეთ მცდელობას თავიდანვე მოუწევს ევროპის ეროვნული ფრაგმენტაციის დაძლევა და მიზანმიმართულად პოზიციონირება როგორც ევროპული ბრენდისა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგალითად, დაფუძნებელი კაპიტალის სტრუქტურა, რომელიც თანაბრად 20%-ით გადანაწილდება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის და ესპანეთის მეწარმეებს შორის. მხოლოდ ამ ქვეყნების საერთო მოსახლეობას უკვე შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების დემოგრაფიასთან ჭიდილი. ამავდროულად ბრიუსელიც მოწადინებულია ხელი შეუწყოს ამერიკული Big Tech-ის მონოპოლიის მოშლას. უკვე გარკვეული დროა ევროკავშირი ამერიკულ ფირმებს სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. მაგალითად, სექტემბერში Google-ს 3 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა ძიების შედეგებში საკუთარი სერვისებისათვის უპირატესობის მინიჭების გამო. ეს სანქციები გამოწვეულია Big Tech-ის მიერ
ევროკავშირის რეგულაციების შეუსრულებლობით. პირველი მათგანია ციფრული ბაზრების აქტი, ანუ DMA, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად აწესებს შეტყობინებების სერვისებს შორის თავსებადობას, ზღუდავს საკუთარი სერვისების პაკეტებად გაერთიანებას და გრძალავს ეგრეთ წოდებული თვითპრიორიტეტიზაციის სწორედ იმ პრაქტიკას, რისთვისაც Google დაჯარიმდა. მეორე არის ციფრული სერვისების აქტი, DSA, რომელიც პლატფორმებისგან მოითხოვს მათი სარეკომენდაციო სისტემების ლოგიკის გამჟღავნებას, ალგორითმულ აუდიტს, უკანონო კონტენტის სწრაფ წაშლას და პასუხისმგებლობის აღებას დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთობლიობაში ეს რეგულაციები ნიშნავს, რომ ევროპული ბაზარი არ უნდა დარჩეს სტატიკურ მდგომარეობაში. პირიქით, ბრიუსელს და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ აქტიურად დაუჭირონ მხარი ახალი პლატფორმების ორგანულ ზრდას. ევროკავშირის ზოგიერთი რეგულაცია უდავოდ პრობლემურია, თუმცა სხვები წარმოადგენენ აუცილებელ და დიდი ხნის დაგვიანებულ მექანიზმს Big Tech-ზე კონტროლის დასამყარებლად. ახლა მოდი მედლის მეორე მხარესთან კოლიზიას შევეხოთ. ამერიკული Big Tech-ის ცამდე ავარდნილ აჟიოტაჟზე დაფუძნებულ საბირჟო შეფასებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მაქსიმუმამდე მიიყვანა, თუ ეს კომპანიები არამხოლოდ ვერ შეძლებენ ხელოვნური ინტელექტით ისეთი ტექნოლოგიების შექმნას, რომელთაც სწრაფი მონეტიზაცია იქნება შესაძლებელი, არამედ ამის ნაცვლად აუცილებლობით გამოწვეული ახალშობილი ევროპული პროგრამული ეკოსისტემის მხრიდან ზეწოლასაც წააწყდებიან, მათი საბაზრო ღირებულება შესაძლოა სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. მათთან ერთად კი აშშ-ის ეკონომიკა და მისი ფართო ძალაუფლების ბაზისი. ეს რისკი კიდევ უფრო ნათელი ხდება თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარზე უცხოელი ინვესტორების დაახლოებით 50% ევროპელია. ეს არის სეგმენტი, რომლის ღირებულებაც $18 ტრილიონ მეტია. 2024 წლის ბოლოს მონაცემებით, როდესაც აშშ-ის მთლიანი კაპიტალის ბაზარი დაახლოებით $60 ტრილიონ იყო შეფასებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპა ფაქტობრივად აშშ-ის მთელი საფონდო ბაზრის დაახლოებით 15%-ს ფლობს. შესაბამისად, ევროპელები თავად ამერიკელების შემდეგ ამერიკის ტექნოლოგიური და ფინანსური სიძლიერეს ყველაზე მნიშვნელოვანი აქციონერები არიან. ნაწილობრივ სწორედ ამ მიზეზით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ფრთხილად ახსენებს ევროპას. გახსნას ევროპული ბაზრები აშშ-ის საქონლისა და მომსახურებისთვის და უზრუნველყოს აშშ-ის მუშახელისა და ბიზნესის სამართლიანი მოპყრობა. ასევე გავიხსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპასთან მთლიანობაში სავაჭრო დეფიციტი აქვს, ის სარგებლობს თითქმის $100 მილიარდი პროფიციტით მომსახურებით ვაჭრობაში. მეტიც, ამერიკული მულტინაციონალური კომპანიების კრეატიული საბუღალტრო პრაქტიკის წყალობით, რომლებიც ხშირად ევროპულ შტაბ-ბინებს ირლანდიაში ათავსებენ, ევროპის მიერ აშშ-ში დაფიქსირებული მომსახურების ექსპორტის დიდი ნაწილი არა რეალური დამატებული ღირებულება, არამედ კაპიტალის უბრალო გადარიცხვაა. ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიში Mind the Gap ვკითხულობთ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მომსახურებით ვაჭრობის მონაცემები მოიცავს ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური საკუთრების მოსაკრებლებისა და ამერიკული მულტინაციონალური კომპანიების შიდა ფირმებს შორის სხვა მომსახურების დიდ წილს, რომელიც ძირითადად ირლანდიის გავლით ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სტატისტიკური მომსახურების დეფიციტი აშშ-სთან მიმართებაში შემცირებულია, რადგან ამ ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ასახავს რეალურ ევროპულ მომსახურების ექსპორტს, არამედ მოგების გადატანას და ლიცენზირების საფასურის დაბრუნებას აშშ-ში. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ამერიკული Google ინოვის უგზავნის ირლანდიურ Google-ს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის, ეს სტატისტიკაში ჩნდება როგორც მომსახურების ექსპორტ, თუმცა ეს უბრალოდ კაპიტალის ტრანსფერია. ამის შედეგად მომსახურების სფეროში არსებული დღევანდელი 90 მილიარდიანი დეფიციტი უნდა განიხილებოდეს როგორც მინიმალური ზღვარი. რეალური ციფრი სავარაუდოდ უფრო მაღალია. ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ევროპის დეფიციტი 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 160 მილიარდ ევროს მიუახლოვდეს. ამგვარად ეს მაღალი ფსონების თამაშია, სადაც სასწორზე უზარმაზარი თანხები დევს. მრავალი მაგიდის ერთდროულად აყირავებით დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეს მაგიდაც ააყირავოს. კიდევ ერთხელ, მხოლოდ ევროპული გამოღვიძების ფაქტი არ ნიშნავს, რომ ევროპა უცებ დაძლევს ეროვნულ დაყოფას ან სწრაფად შეცვლის ამერიკულ Big Tech-ზე დამოკიდებულებას. თუმცა, თუნდაც პოტენციური მოტივაციის გაჩენა ევროპული ან უბრალოდ არაამერიკული პროდუქტების გამოსაყენებლად თავისთავად პრეცედენტია.
ფრანგული და გერმანული ფირმები საუკეთესო პოზიციაში არიან ასეთი ცვლილებით სარგებლის მისაღებად. საფრანგეთის Mistral AI პირდაპირ კონკურენციას უწევს ChatGPT-ს და Gemini-ს. OVH Cloud-ი და Nextcloud-ის თავაზობენ ალტერნატივებს Amazon-ის AWS-ის და Microsoft-ის Azure-ს. მიუხედავად ამისა, ევროპული პროდუქტის რეალური აღქმის შესაქმნელად საკუთრების ის ფუნდამენტი, რომელიც ადრე განვიხილეთ, გადამწყვეტი იქნება. განსაკუთრებით ახალი სტარტაპებისთვის. სწორედ ამას შეუძლია რეალური მასშტაბის და ჭეშმარიტად ევროპული იდენტობის შექმნა ნაცვლად ვიწრო ეროვნულისა. ეს ამერიკულ-ევროპული განხეთქილება შესაძლოა Big Tech-ის ფარგლებს ბევრად გასცდეს და თანამშრომლობისა და ვაჭრობის პრაქტიკულად ყველა სფეროზე იქონიოს გავლენა. ევროპა ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის მსხვილი დამკვეთია. ეს არის ასიმეტრია, რომელიც საპირისპირო მიმართულებით არ მუშაობს. დიახ, ევროპა კვლავ ღრმად არის ინტეგრირებული აშშ-ს თავდაცვის ტექნოლოგიებთან. თუმცა თუ დაძაბულობა და მეტოქეობა კვლავ გამძაფრდება, შეკვეთები შემცირდება. პრაქტიკული თვალსაზრისით ევროპას შესწევს უნარი შიდა დონეზე შეუკვეთოს და აწარმოოს იმ გადაწყვეტილებების უმეტესობა, რომლებსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. ეს ყველაფერი ქმნის უფრო ფართო წინააღმდეგობის რისკსაც. ტრამპმა ან მისმა მაგა მემკვიდრეებმა შესაძლოა სცადონ ზეწოლისა და იძულების გამოყენება ევროპაში ამერიკის პრივილეგირებული პოზიციის შესანარჩუნებლად. თუმცა როგორც ეს ხშირად ხდება, ძალისმიერი მიდგომებისას შედეგი შესაძლოა უფრო მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდეს ვიდრე მონგებიანი. რაც თავისთავად ქმნის რისკს, რომ ეს დაემსგავსოს თვით აღსრულებად წინასწარმეტყველებას. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს, მაგრამ მძიმე ეროზიით ორივე მხარის საზიანოდ. სწორედ აქ იკვეთება ამ ნაშრომის მთავარი არგუმენტი, რომელიც თავიდანვე იქნა გაჟღერებული. ბევრის მიერ აბუჩათაგდებულ გულობრყვილო ლიბერალი ამერიკული ელიტები ნაკლებ ხმაურს ქმნიდნენ, თუმცა მათ გაცილებით უკეთესმოდათ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სიმბიოზური ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელშიც თუ კი ვინმეს იყენებდნენ, ეს სწორად ევროპა იყო. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას არა კეთილი გულის, არამედ ცივი ეკონომიკური გათვლის გამო იცავდა. ევროპა ამერიკული ეკონომიკური ძალაუფლების გაგრძელების ფუნქციას ასრულებდა, რასაც თავად ევროპელები არ ეწინააღმდეგებოდნენ. ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი ფლობდა ძალაუფლების ყველაზე ხისტ ინსტრუმენტს, პირდაპირ აისახებოდა მის ქმედითუნარიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებზე. რეალობა, რომელიც ფრაგმენტირებულ ევროპას სრულიად აწყობდა. ევროპის წინააღმდეგ შოლტის მოქნევით ტრამპი ამ სიმბიოზს წერტილს უსვამს. ევროპა უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ დაიწყოს მრავალ სხვადასხვა სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსწყვეტა. მხოლოდ ეს ფაქტი უკვე მიუთითებს ტრამპის პოლიტიკის მარცხზე. მოკლებადიან პერსპექტივაში კომენტატორთა ნაწილი აღფრთოვანებულია ამერიკული ძალის დემონსტრირებით. თუმცა რეალური ძალა და ქმედითუნარიანობა ხშირად უხილავია. ისინი არ საჭიროებენ აფიშირებას. ისევე როგორც ჭეშმარიტად ინტელექტუალური ადამიანები არ დადიან თავიანთი IQ მაჩვენებლის რეკლამირებით. ტრამპის ბრალდებების ნიაღვარი და მისი მზაობა დაამსხვრევს ათწლეულების განმავლობაში რთულად ნაშენები ნდობა ერთჯერადი ფენომენია. ერთხელ გათამაშებული კარტი, რომელიც ძალას კარგავს. უფრო მეტიც, ტრამპი სარგებლობს იმ ძალის რეზერვებით, რომელიც სწორედ მის მიერ საძულველმა ლიბერალურმა ელიტებმა შექმნეს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს აშშ დოლარის დომინირება. მათ აქციას ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური კაპიტალის ჭარბი ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილად და სწორედ მათ შექმნეს ეკოსისტემა, რომელიც უნიკალურ პირობებს ქმნის იმ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომლებიც არსებულ წესრიგს გამოწვევას უცხადებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ლიბერალებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს. ეს დებულება შორსაა ჭეშმარიტებისგან. პასუხისმგებლობა ჩინეთის აღზევებისა და იმ ძალის გაძლიერებაში, რომელიც ახლა აქტიურად ცდილობს დასავლური ქმედითუნარიანობის დაკნინებას, სწორედ იმ ეპოქის ლიბერალურ ელიტებსა და ბიზნეს კლასს ეკისრება. და მაინც გლობალიზაცია, რომელიც ასე დემონიზებულია ტრამპის მიერ, ამერიკული ძალაუფლების მთავარ საყრდენად რჩება. ამერიკული Big Tech-ის ყოვლისმომცველობა ევროპასა და მთელ მსოფლიოში თავადვია ამ ძალაუფლების დასტური, რომელიც სწორედ გლობალიზაციის წესებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ გლობალიზაციაზე დაფუძნებული წესრიგის ნებისმიერი კორექტირება თანდათანობითი და ფრთხილი უნდა ყოფილიყო. ნაცვლად ეტაპობრივი ცვლილებებისა, რაც იმის შენარჩუნებას გულისხმობდა, რის აშენებასაც ათწლეულები დასჭირდა, ვაშინგტონის შეცდომების გამოსწორების მცდელობისას მთავარ მონაპოვარსაც საფრთხეში აგდებს. ტრამპის ამერიკა ცხოვრობს მომენტით და მისდევს მოკლევადიან ეფექტებს, რასაც შესაძლოა დამანგრეველი გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს.
ეს არ მოასწავებს ამერიკის კოლაფსს, თუმცა შესაძლოა მიანიშნებდეს მისი ძალაუფლების ფარდობით დაქვეითებაზე, რაც გამოწვეულია მისი ევროპული ძალის მულტიპლიკატორის შესაძლო დაკარგვით. ამერიკამ უკეთესი ძიებაში შეიძლება არსებული სიკეთეც დაკარგოს. ევროპისთვის გამოღვიძება მძიმე პროცესია. პარადოქსულია, მაგრამ ამან შესაძლოა ევროპელების სასარგებლოდაც კი იმუშაოს. თუმცა ამ შოკის მომგვრელი მომენტის კონსტრუქციულ შედეგად ქცევა გარანტირებული არ არის. განსაკუთრებით იმ სტრუქტურული ქაოსის ფონზე, რომლითაც ამჟამად კონტინენტია მოცული. მიუხედავად ამისა, ერთი რამ მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს. როდესაც სასწორზე უზარმაზარი თანხები დევს, საბაზრო ძალებმა, მოტივირებულებმა იმ სურვილით, რომ მოიშორონ ამერიკული მარწუხები, შესაძლოა გადალახონ უმძიმესი ბარიერები. ამგვარად ამ დაპირისპირების ყველაზე აშკარა გამარჯვებულები დასავლური სამყაროს მოწინააღმდეგები არიან. უპირველეს ყოვლისა ჩინეთი, შემდეგ რუსეთი და ბოლოს მეორეხარისხოვანი ძალების მთელი კასკადი. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და კომენტარებშიც აუცილებლად დაწერეთ, რას ფიქრობთ, ვინ მოგახდება საბოლოო ჯამში გამარჯვებული? ევროპა, ამერიკა, თუ როგორც ბოლოს თქვი, ჩინეთი, რუსეთი და დანარჩენი სამყარო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.